მოგესალმებით, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, მე ვარ ვიქტორია. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება აქ და დღეს უკვე ტრადიციისამებრ მინდა შემოგთავაზოთ საჯარო გაშლა თემაზე ამ ერთი კვირის ტარო პროგნოზი. ანუ რა გელოდებათ 21 ივლისიდან 28 ივლისის ჩათვლით. ასეთი უმშვენიერესი ქეროლაინის დასტით გვექნება გაშლა. პირადი კონსულტაციის მსურველებმა რა თქმა უნდა მომწერეთ პირადში,ახლავე დავარიგებ ვარიანტებს და ნახოთ აბა რა გელოდებათ 21 ივლისიდან 28 ივლისის ჩათვლით. რა ელოდება პირველ ვარიანტს და რა ელოდება მეორე ვარიანტს. ქვებსაც გამოვიყენებთახლავე, პირველი ვარიანტი ასეთი ქვა, მეორე ვარიანტი ასეთი ქვა. აირჩიეთ, რომელიც მეტად გიზიდავთ. თუ გჭირდებათ მეგობრებო, რა თქმა უნდა, შეგიძლიათ დააპაუზოთ და ვფიქრობ უკვე გააკეთებდით არჩევანს. შეგახსენებთ ასევე, რომ საჯარო გაშლები უფასოა, ამიტომაც მნიშვნელოვანი არის ენერგო ბალანსის მიზნით მოიწონოთ ჩემი პოსტი და დავიწყოთ ახლა ჩვენ პირველი ვარიანტიდან. პირველი ვარიანტი თქვენთან ვნახოთ რა ხდება და სიგნიფიკატორად აქ ამოვიდა თასების ტუზი. კონკრეტულად ამ არკანიდან გამომდინარე, როგორც ამ დასტაში არის ასახული, მე აქ ვიტყოდი ასეთ რაღაცას, რომ კვირა შეიძლება იყოს ნამდვილად საკმაოდ ემოციური, მეცაც ვიტყვი ძალიან ბევრი როგორც იმპულსური ემოციები იქნება თქვენში გამოღვიძებული, ასევე აბსოლუტურად ყველა თქვენი დაგროვილი ემოცია, რომელიც ოდესღაც დათრგუნეთ, ჩაკალით საკუთარ თავში, ჩაყლაპეთ, ეს ემოციები გამოვა ზედაპირზე. და იცით, აქ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება თქვენთვის ამ ერთი კვირის განმავლობაში პირველი ვარიანტი გააკეთოთ ერთგვარი გენერალური დალაგება, უგაცრავად თქვენი გონებისა და თქვენი ემოციებისა. ეს არის ეგრეთ წოდებული ჰილინგის, ანუ გამოჯანმრთელების კვირა თქვენთვის, იმიტომ რომ თქვენ ნამდვილად მოგეცემათ ამის საშუალება. როგორც უკვე ზემოთ ვახსენე, თქვენი რაღაც ფარული ემოციები, ფარული ჩაყლაპული ფიქრები, გრძნობები, რაც ოდესღაც ვერ გამოხატეთ ან არ გამოხატეთ გარკვეული მიზეზების გამო, ჩათრგუნეთ საკუთარ თავში, მათ შორის თქვენი რაღაც პოტენციალებიც, ეს ყველაფერი მაქსიმალურად ამოვა ზედაპირზე, ჩემო მეგობრებო. მაქსიმალურად, ამიტომაც იყავით ამისათვის მზად. ასევე ძალიან დიდი შანსი აქვს იყოს ემოციური აფეთქებები თქვენში, მაგრამ მნიშვნელოვანია, როდესაც რაღაც გარკვეულ ემოციას განიცდით, რაც თქვენთვის იქნება უცხო, დავსვათ საკუთარ თავს ასეთი შეკითხვა, თუ საიდან მოდის ეს ემოცია, საიდან მოდის ეს გრძნობებიო. დავამატოთ კიდევ ერთი ან ორი არკანი, ვნახოთ აბა რა გელოდებათ პირველი ვარიანტი კიდევ. პრინციპში საკმაოდ სასიამოვნო კვირა არის, მინდა გითხრათ, იმიტომ რომ აქ იქნება სასიამოვნო კომუნიკაციები, სასიამოვნო ხალისები, შესაძლოა რაღაც გარკვეული ინფორმაციებიც კი გაირკვეს, რაც თქვენთვის ცოტა შოკის მომღვრელი იქნება. ასევე აღსანიშნავი არის ისიც, რომ აქ აშკარად ხედავ ზოგიერთები აპირებთ რაღაცის აღნიშვნას, ან კონკრეტულ ადამიანთან შესაძლოა დალევას, ან რაღაც მსგავს. რაღა დავმალო და ნახეთ, მნიშვნელოვანია უბრალოდ გახსოვდეთ ზომიერების შესახებ, იმიტომ რომ შეხედეთ წყლის სტიქია ამოდის ძირითადად. ვარსკვლავი არის უფრო მეტად ჰაერის სტიქია, თუმცა წყლის სტიქიაც გახლავთ, მაგრამ მაინც ემოციებზე იქნება დაყრდნობილი ყველაფერი, ემოციებზე, გრძნობებზე, ოცნებებზე, იოცნებით მეტი და დათრგუნავთ საკუთარ თავს და საკუთარ პოტენციალს და საკუთარ ოცნებებს, არამედ დაუსვით საკუთარ თავს მაქსიმალურად სწორი შეკითხვები და გამოაჯამრთელეთ საკუთარი თავი. გამოიყვანეთ საკუთარი თავი ნეგატიური მდგომარეობიდან, იმიტომ რომ გახსოვდეთ, თქვენ თავად თუ არ გამოუწოდებთ ხელს საკუთარ თავს, დამიჯერეთ, სხვა არავინ არ გამოგიწოდებთ და არც იქნება არავინ ვალდებული. ხვდებით ხო? სულ ეს არის პირველი ვარიანტი, უღრმესი მადლობა და გადავიდეთ ახლა ჩვენ მეორე ვარიანტზე. მეორე ვარიანტი თქვენთან რა ხდება? თქვენთან აქ ამოვიდა უკვე პენტაკლების 6-იანი. აქ უკვე ცოტა სხვანაირ ენერგიებს ვხედავ.
აქ უფრო მეტად ჩანს ის, რომ დროა კარგად დაფიქრდეთ და გაანალიზოთ, როგორ გაანაწილოთ თქვენი რესურსები მაქსიმალურად სწორად, განსაკუთრებით, როდესაც ჩვენ ვეხებით ფინანსურ რესურსებსა და ფინანსურ ენერგიებს. შესაძლოა მოულოდნელი ფინანსური დახმარება ან გვერდში დგომა მიიღოთ, ან იურიდიული. დავამატოთ კიდევ არკანები, რა ელოდება მეორე ვარიანტს ამ ერთი კვირის განმავლობაში 21 ივლისიდან 28 ივლისის ჩათვლით. რა ელოდება ვნახოთ აბა. შეხედეთ პენტაკლების 9-იანი და პენტაკლების 2-იანი. ნახეთ, მინდა გითხრათ, რომ ძალიან საინტერესო კვირა გელოდებათ ფინანსების კუთხით განსაკუთრებულად და აქ იქნება პატარა გამოცდა თქვენთვის ფინანსებთან დაკავშირებით. იქნება გამოცდა იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად ისწავლეთ თქვენი შრომის, თქვენი რესურსების დაფასება, უკაცრავად მეგობრებო. იქნება ამის გამოცდა, რამდენად სწორად ისწავლეთ, რამდენად სწორად დაამოღამეთ, ხო, უკაცრავად ჟარგონისთვის და თუ თქვენ შეძლებთ, რომ თქვენი ფინანსური ენერგია დააფასოთ სწორად. მაგალითად, შეიძლება იყოს რაღაც ასეთი გამოცდა, რომ კონკრეტული ადამიანი, რომელიც ადრე გძალავდათ ფინანსურ ენერგიებს, იპარავდა თქვენგან ფინანსებს, პარაზიტობდა, манипулირებდა, ან ნებისმიერი ხერხით ცდილობდა თქვენგან გამოეცალა ფინანსური რესურსები. ასეთი ადამიანი შეიძლება გამოჩნდეს და კიდევ დაიწყოს, რომ აი გთხოვ მასეცხე, აი 5 ლარი, 10 ლარი, 10 ლარი მეტი არ მინდა, უეჭველი დავაბრუნებ და ამ დროს იცით, რომ უეჭველი არ დააბრუნებს, იმიტომ რომ ადრე ასე არ გაუკეთებია. ხვდებით ხომ? ადამიანმა თუ ისესხა თქვენგან ფული და არ დააბრუნა, მithuetes თუ ეს რამდენიმეჯერ მოხდა, თუმცა ერთი შემთხვევით საკმარისი არის ფიქრობ, ესე იგი არც ახლა არ დააბრუნებს და არც ახლა არ უნდა ასესხოთ. მეცაც ვიტყვი ზოგადად გასესხებას ჯობია ყოველთვის თავი ავარიდოთ, მაგრამ მაინც. და ნახეთ, თუ თქვენ ასეთ გამოცდას, ყველასთან ინდივიდუალური გამოცდა იქნება, გავიმეორებ, უბრალოდ ეს მაგალითისთვის მოვიყვანე. მაშინ თქვენი ფინანსური ენერგია განვითარდება და რა თქმა უნდა თქვენ შეძლებთ ფინანსურ და კარიერულ წინსვლას, ფინანსურ და კარიერულ ზრდას, ხო? ხოლო თუ თქვენ ამ გამოცდას არ გაივლით სწორად, ამ შემთხვევაში ნამდვილად ვერ ვიტყოდი, რომ რაღაც ცუდი გელოდებათ მეთქი ან კარგი გელოდებათ თქო, უბრალოდ ფინანსური არასტაბილურობის წინაშე დადგებით. ხვდებით ხომ? მაგრამ რაც მნიშვნელოვანია, ეს გაკვეთილი თქვენ გაგივლიათ, თქვენ ამ საკითხთან დაკავშირებით დასკვნებიც კი გაგიკეთებიათ, მაგრამ ახლა უკვე საქმეზე მივან და ვნახავთ თქვენ რამდენად სწორად მიიღეთ თქვენი გაკვეთილი. სულ ეს არის ჩემო ძვირფასო მეგობრებო, ყველას უღრმესი მადლობა რომ უყურეთ ამ ვიდეოს, წარმატებები, ბედნიერი, ნაყოფიერი კვირა და ნახვამდის.